ვაგრძელებთ ჭადრაკის სერიას და დღეს ვაკეთებთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას ცხენს. Რაღაც ნახატები მაქვს, რის მიხედვით ვცდი რომ გავაკეთო. ცხენზე იმიტომ გადავდივარ რომ დავიღალი ამ ჩარხის ხრიგინით, მხოლოდ ძირს გავაკეთებ ჩარხს და შემდეგ უნდა გადავიდე დანაზე და გამოვთალო ცხენის ფორმა. ასე უნდა გავჭროთ დაახლოებით, რომ ლამაზად წავიდეს ცხენის თავი. თუ სისტემატურად მიუდგებით ამ ფიგურას, საკმაოდ მარტივი გამოვიდა, როგორც ხედავთ პირველ რიგში, ჩარხზე გავაკეთე ზოგადი ფორმა თავი და ბოლოში როგორ იქნებოდა, შემდეგ ხერხით ჩამოვაჭერი ორი მხარე, რომ დავიწროებულიყო და უფრო სწორი ფორმა მიეღო და ამის შემდეგ ხედავთ რა მარტივია, რომ უკვე ფანქრით დავახატო სილუეტი ამ ფორმას და გამოვჭრა გვერდიდან და უკვე 80% იქნება გაკეთებული ამ საქმის. ხის გათხრისას აუცილებელი არის ბოჭკოების მიმართულების ცოდნა, ხის სტრუქტურის ცოდნა, როგორ მუშაობს, რომ შემთხვევით არ გაგიტყდეს ხე, არასწორად თუ მიუდგები ვერც გაჭრის სწორად და შეიძლება დააზიანო კიდევაც ხეთს და თითებიც, ვინც მიყურებთ ჩემ წინა ვიდეოში, ნახეთ კიდევაც როგორ დავიზიანე თითი. და ბოჭკოების მიმართულებაზე ერთ ვიდეოს აუცილებლად ჩავწერე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა. აი ესე ნელა მივიწევთ წინ და ხედავთ როგორ ემსგავსება ჩვენი ცხენი ცხენს. უხეში ფორმები როცა მომწონდა, უკვე გადავედი ქრიბზე და რაღაც ნაწილები მოვუბრგვალე, რომ უფრო გლუვი ზედაპირი ქონდეს. და ნელ-ნელა ვასწორებ რაღაცებს და ვამატებ დეტალებს, აი უკანა მხარეს ვამატებ რამდენიმე ამოკაწრულ ხაზს ფაფარისთვის. ესეც ჩვენი თეთრი ცხენი, ძალიან საინტერესო პროცესია. ხელით გამოთვლა ამის. ნახოთ როგორ გამომივა რომ ერთნაირები გავაკეთო დანარჩენებით. ესეც ჩვენი შავი ფერის ცხენები, რომელიც ჯერ ბოლომდე შავი არ არის, წავუსმოთ უნდა ჩვენი ჯადოსნური ხსნარი და გავაშავოთ კარგად. ესეც შავი ცხენები კიდე გავშკურკავ და წავუსვავ პოლიურეთანის ლაკს, რომ კაი სიპრიალე მივიღოთ. პოლიურეთანს სჭირდება მინიმუმ რამდენიმე ფენა და უკვე შემდეგ ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ. ესეც ჩვენი ცხენები. ბევრად უფრო რთული პროცესი მეგონა თავიდან სანამ დავიწყებდი, მაგრამ მეთოდურად თუ მიუდგებით და ნელ-ნელა მივყვებით, საკმაოდ მარტივი და საინტერესო პროცესი გამოვიდა. ახლა კი დაგვრჩა ის, რომ გამოიწეროთ არხი და დაელოდოთ შემდეგ ფიგურას.